დღეს ბევრი საქმე მაქვს გურჯაანში კიდე მოგვივიდა თოვლი. ამიტომ ეხლა გამოვიყვან ჩემ ტანკს და იმით ვიმოძრავებ. ტანკი. ნახოთ რა დღეშია ჩვენი ტანკი. თლად დათოვლილია. ეხლა დავდეწყავ, გამოვიყვან და შეიძლება სანდიროთაც წავიდე. ტანკში ვარ. ნახოთ აბა. თავარი ეხლა დაიქოქოს. დიდი ხანია არის მსუქნია. ადრე ყოველ დღე დავდიოდი ამ მანქანით, ეხლა სხვა მანქანები მყავდა, ეს მხოლოდ ან სანადიროდ, ან ესეთ ექსტრემალურ ამინდებში გამომყავ ხოლმე. დაიქოქე ღმერთო. ტანკი ხოძია. წავალთ ეხლა შემოვივლით გურჯაანს, რა ხდება, თქვენც დაგათვალიერებინებთ და ასე შემდეგ. დავიძრათ, ჯობია. ბუქსაობს, ჩვენ გვაქვს ესეთი ღილაკები. დავედით. ბუქსაობა აღარ გამოდის. შენიერია, ამით არის კარგი ტანკი, სადაც გინდათ წავალ. ეხლა წავალ თუ გინდა სამაშველოს დავეხმარებით. რა ვიცი, რასაც გინდათ იმას გავაკეთებ, მაგრამ სავარაუდოდ წავალ სანადიროდ. უკვე ჩვენ ვართ შეიარაღებულები და ძალიან საშიშები. ასე რომ დღეს იქნება კონტენტი, რომელიც ფულს არ ეხება, იმიტომ რომ იძახდით თუ ფულზე ლაპარაკობო და რა ვიცი, ჩემი ყოველდღიურობა ესეთ ამინდში. აქ გვაქვს სამაშველო ოპერაცია რა ვთქვა. ესე იგი, ეს არის ყველა წმინდის გზა. მოდიოდით და ესე იგი, აი, გზაზე არის გადმოვარდნილი ხემოტყდა და იდი. კარგია. კარგია. გზა ნაწილობრივ გავანთავისუფლეთ. ეხლა შემოტრიალდებით იმას ქვევიდან დავუბავთ და იქით გავათრევთ. და აი იქით არის ჩვენი სალოცავი ყველა წმინდა. შეძლებთ რომ თავისუფლად მოხვიდეთ. ეხლა მეორე ნაწილი. წავიდა! სიო, კარგია. მეორეზე დავაბად. და მოკლედ ასე დამთავრდა დღევანდელი დღე. ნუ არ დამთავრებულა სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ კიდე ნახევარ დღე წინ არის, მაგრამ iOS თოვლის ვოიაჟი იყო ესე. ესე იგი, ყველა წმინდა ანუ გურჯაანის სალოცავია ესეთი ურგუმბათიანი, ანუ ძალიან მაგარი, ძალიან ძველი. იმის ასასვლელი გავასუფთავეთ, ხე იყო გადმოვარდნილი. მე ვიფიქრე გავივლი მეთქი იქნებ ტბები გავიარე ალაზნის პირზე ვიყავი, ეგ არ გადამიღია, სიმართლე ვთქვა, არაფერი იყო გადასაღები, არც იხვი იყო არაფერი და წამოვედით სახში. ასე რომ სიმართლე გითხრათ, მე თოვლი რომ მოდის, ყოველთვის ბავშვივით მეხარია ხოლმე და ასე ვატარებთ დროს. თქვენც გისურვებთ კარგი დროს ტარებას და კარგ ხასიათს და კარგ განწყობას. ყოველთვის ჩვენ თვითონ ვქნით ჩვენ განწყობას, არავის არ დააბრალოთ, რომ აი იმის გამო მეცუდი ხარ, არა. შენ განწყობას როგორც შეიქმნი, ისე იქნება. კარგად იხავით.